მალაიზიაში ქართველი ქალბატონების დაკავებას ადგილობრივი მედიაც აშუქებს. გამოცემა ბორნეო პოსტის ცნობით სასამართლოს პირველ მოსმენაზე ბაბუცა გორდაძეს გამამართლებელი გარემოებები არ მოეძებნა და მას ბრალი ეგრეთ წოდებული საშიში ნარკოტიკების ტრეფიკინგის მუხლით წაუყენეს, რაც სიკვდილი დასჯას ითვალისწინებს. თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით სასამართლო პროცესი 6 დეკემბრისთვის გადაიდო, რადგან ამ დრომდე უცნობია ნარკოტიკების ექსპერტიზის შედეგები, რომელიც ქართველ ქალბატონებს გადაქონდათ. ორი ქართველი ქალბატონი მალაიზიელმა სამართალდამცველებმა 25 ოქტომბერს დააკავეს. როგორც მოსალოდნელი იყო, ხელისუფლებამ დილიდან დაიწყო გაყალბება. მე კონკრეტულ ფაქტებზე ვსაუბრობ, მაგალითად მე-17 უბანზე. მაის საარჩევნო უბანზე მის მეუღლესთან ერთად იყო მისული. ხმის მიცემის შემდეგ მას პრესასთან კომენტარი არ გაუკეთებია და ისე დატოვა უბანი. მადლობარატი აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რატი მუჯირი საუბრობდა ბაქოდან. საქართველოს მიმართ მორიგი მხარდამჭერი განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ვიდრე რუსეთის სუვერენული ქვეყნის კერძოდ საქართველოს ოკუპაციას განაგრძობს, საერთაშორისო დონეზე მისი რეპუტაცია არასდროს იქნება ისეთი, როგორიც ხილვაც თავად რუსეთს სურს. აღნიშნა ფილიპ გორდონმა ჟურნალისტთან საუბრისას.